ურთხეული ლოცვა, საგალობლები, სადიდებლები, წინა სიტყვაობა, ყველაფერი ქმნის იმის პირობას, რომ მოვისმინოთ ღმერთის სიტყვა, ყურადღებით მოვისმინოთ, გულდასმით მოვისმინოთ, იმიტომ რომ ყველაფერი ის, რაც ლოცვით ითქმევა, ლოცულობთ თუ ქებადიდების სიტყვები, ყველაფერი ეს ხომ სიტყვებია, ღმერთის სიტყვებია და ის სურვილებია, ის აღთქმებია და ის დაპირებებია ღმერთისგან, რითაც უნდა ვიცხოვროთ, რაც გვახარებს, რაც გვასულდგმულებს, რაც აი ამ არა მარტივ აი ამ რთულ ცხოვრებაში ძალას გვაძლევს, სიხარულს გვაძლევს, გვანიჭებს, რომ როგორ თქვა, არა საცოდავად, არა სასოწარკვეთილებმა, არა დაჩაგრულებმა ვიცხოვროთ და ვიაროთ, არამედ ამ რთულ დროში გქონდეს ზეციდან შეწევნა, დახმარება, შველა, ძალა, არა თუ აი გაუძლოთ რაღაცნაირად და დავლასლასებდეთ, არამედ დავაბიჯებდეთ, კიცეთ დავაბიჯებდეთ, აი თავაწეულები დავდიოდეთ ჩვენი უფლის ხსნის და მოვლიდების მოლოდინში და სანამ ის მოვა და სანამ ის თავის ეკლესიას საპატარძელოს წაიყვანს, მანამ ჩვენ გულში გვაქვს აი ასეთი დიდი შვება, დიდი სიხარული, დიდი განცდა უფლისა, რასაც წესით ვერავინ და ვერაფერი ვერ უნდა გვართმევდეს. ჩემი დღევანდელი საუბარი იქნება იოანე ღვთისმეტყველის პირველი წერილიდან და მე ვთხოვთ რომ სახში რომ მიხვალთ, წაიკითხოთ. ეს სახარება არ არის წერილია, პირველი წერილი. მოგეხსენებათ იოანეს სულ 5 წერილი აქვს, ერთი სახარება, ერთი გამოცხადება და კიდევ 3 წერილი და მე ხლა ამ შემთხვევაში დღეს ვისაუბრებ პირველი წერილიდან, იოანეს პირველი წერილიდან და ჩემი აი ამ საუბრის, აი ამ ქადაგების სათაურიც მისი აი ამ წერილიდან არის აღებული, აი ასეთი სათაურით ახლა ღმერთის შვილები ვართ. აი ასეთი დასათაურება არის ერთ-ერთ ადგილზე და აქედან ვიხევმძღვანელე ამ სათაურისთვის. ახლა ღმერთის შვილები ვართ. ну, რატომ ახლა? იმიტომ რომ იყო დრო რომ არ ვიყავით ღმერთის შვილები. იყო დრო რომ არ ვიყავით ღმერთის შვილები. იყო დრო რომ ჩვენი უფალი და ჩვენი მხსნელი იესო არ იყო. იყო დრო რომ ამ ქვეყნის მთავარი წარმართავდა ჩვენს ცხოვრებას იმ ცოდვებით, ურჩობებით თუ გულისთქმებით, იმ უღმერთოებით და ურჯულოებით, რითაც ცხოვრობდით და რაშიც ცხოვრობდით. ღმერთი არ ყვავდა, ღმერთი არ გვწამდა, არ ვეძებდით, არ გვაინტერესებდა. ზოგი საერთოდ ისეთ ცხოვრებასაც შევესწარით, რომ ყოველგვარ იდეოლოგიიდან ამოღებული იყო ღმერთის რწმენა, მე გულისხმობ ამ შემთხვევაში კომუნისტური იდეოლოგია, ათეისტური იდეოლოგია, საერთოდ ამოღებული იყო ღმერთის რწმენა. თუ დამიჯერებთ, სტუდენტი ისე გავხდი მე, სიტყვა იესო ქრისტე არ გამიგია, არ მომისმენია. აი გინდა დაიჯერეთ, გინდა არა. იესო ქრისტე სიტყვა არ მომისმენია. ისე დავამთავრე სკოლა, ისე სწავლობდი უმაღლეს სასწავლებელში. ну, აღარ ვლაპარაკობ მის მცნებებზე აღარ ვლაპარაკობ საერთოდ, ხო? სიტყვა იესო ქრისტე არ გამიგია, არ მომისმენია.
და თუ ღმერთი მომისმენია და გამიგია, ისიც ნეგატიურ უარყოფით ფორმაში, გაშარჟებული, დაცინული, უარყოფილი და მოშორებული და ამოღებული. იყო ასეთი საზოგადოება, იყო ასეთი დრო, იყო ასეთი ჟამი. ამიტომ იოანე ამბობს, რომ ახლა ღმერთის შვილები ვართ. იყო დრო, როცა არ ვიყავით ღმერთის შვილები. მაგრამ ახლა ღმერთის შვილები ვართ. და იოანეს რისი თქმაც უნდა, როცა ამბობს ახლა ღმერთის შვილები ვართ, ახლა როცა ღმერთის შვილები ვართ, ჩვენზე გარკვეული პასუხისგებლობებიც არის. როცა ურწმუნო ვიყავი და უღმერთო ვიყავი და ღმერთი ნახსენებიც არ იყო ჩემს ცხოვრებაში, ბუნებრივია ვერც ვერაფერ პასუხისგებლობას ვერ ვატარებდი მის წინაშე. არ მწამდა და როგორ ვატარებდი? შეიძლება მქონოდა სხვა პასუხისგებლობები, მოსწავლე ვიყავი თუ სტუდენტი ვიყავი თუ მუშაობდი თუ შვილი ვიყავი თუ რაც ვიყავი, მაგრამ ღმერთის წინაშე არავითარ პასუხისგებლობას არ ვატარებდი, არ მწამდა, არ მყავდა. მაგრამ ახლა ღმერთის შვილები ვართ. და აი ამ დამოკიდებულებამ, რომ ახლა ღმერთის შვილები ვართ და ღმერთის შვილები გავხდით, გარკვეული პასუხისგებლობებიც მოიტანა ჩვენ ცხოვრებაში ღმერთის წინაშე, უფლის წინაშე, ხო? და მთავარი პასუხისგებლობა ის არის, რომ თუ ღმერთის შვილი ვარ და თუ ის მამა არის ჩემი, მისი გზებითაც უნდა ვიარო. მისთვის სათნო და მოსაწონი ცხოვრებითაც უნდა ვიცხოვრო. მას უნდა ვაამო და მას უნდა ვასიამოვნო. მის მოწონებას და მის კმაყოფილებას უნდა მივახციო. აბა სხვანაირად რანაირი ღმერთის შვილი ვარ, თუ მისი კმაყოფილება და მოწონება არ იქნება ჩემს ცხოვრებაზე. თუ მას არ მივყვები, თუ მას არ ვბაძავ, თუ მას არ ვემსგავსები. მე ვიცი ჩემი ახალგაზრდობის დროსაც და დღესაც ალბათ ბევრი ადამიანის, ბევრი ახალგაზრდის, როგორ ვთქვა, კუმირი თუ მისაბაძი ადამიანი შეიძლება იყოს მამა. შეიძლება იყვნენ სხვა ადამიანები, ვისაც თქვათ წარმატებულს ხედავს, მიღწეულს ხედავს, ამა თუ იმ სფეროში. შეიძლება იყოს მამა, ხო? თუმცა ასეთი ადამიანები შეიძლება სულაც არ იყვნენ სრულყოფილები და სულაც არ იყვნენ ისეთები, რომ შეიძლება ნიჭიერები იყვნენ რაღაცა საკითხში და თავისი ნიჭიერებით რაღაცას მიაღწიეს, მაგრამ შესაძლებელია ცხოვრებაში არც იყვნენ მისაბაძები. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი არის. და არ მინდა ეხლა სახელებს არ დავასახელებ, ბევრი ნიჭიერია, ბევრი ცნობილია, ბევრი ცნობადია, მაგრამ არ ცხოვრობს წესიერი ცხოვრებით. და შესაბამისად არც არის მისაბაძი. მაგრამ როდესაც იოანე ამბობს, ახლა ღმერთის შვილები ვართ და ჩვენი მამა ზეციერი მამა არის, რომელიც არის სრულყოფილი. წერილი ამბობს, რომ ის არის სინათლე და მასში არ არის არავითარი სიბნელე. ის არა მარტო ნიჭიერია, ბრძენია და მოხერხებულია. ის იმდენად კარგია, იმდენად კეთილია, იმდენად მართალია, იმდენად წმინდა და ყველა მახასიათებლით ყველაფერს ვერ ჩამოვთვლი, იმდენად არის სავსე და სწორი და მთლიანი და სრულყოფილი. თუ არიან ცხოვრებაში ადამიანები, ვინც მიბაძვას იმსახურებენ, თუ ვინმე იმსახურებს მიბაძვას, სწორად ის იმსახურებს მიბაძვას. ახლა ღმერთის შვილები ვართ და ეს ჩვენში წარმოქმნის პასუხისგებლობას. როდესაც მე ახლა პასუხისგებლობაზე ვლაპარაკობ, მე არ ვლაპარაკობ პასუხისგებლობაზე ორნაირად შეიძლება ვთქვათ. ერთი, რომ პასუხი აგო იმაზე, რაც დააშავე, ხომ?
ესეც გარკვეული პასუხისგებლობა არის, რაც დააშავე თუ რაც გააფუჭე, იმაზე პასუხს აგებ, ზარალს ანაზღაურებ თუ რაც არის, მაგრამ ეხლა ამ შემთხვევაში ამაზე ავლაპარაკობ, მე ვლაპარაკობ პასუხისგებლობაზე, როდესაც პასუხისგებლობას ვიღებ მე ჩემ თავზე, არ ვჩები პასიური, არ ვჩები უმოქმედო, არ ვჩები უინტერესო იმ პასუხისგებლობების მიმართ, რომელი პასუხისგებლობებიც მე მაკისრია ცხოვრებაში, თუნდაც ამ შემთხვევაში ჩემი ზეციერი მამის მიმართ, რომელიც ასეთი სრულყოფილია, რომელიც ასეთი კარგია. და მოდით ნებამომეცით რამდენიმე მათგანზე გესაუბროთ. და სანამ გარკვეულ ჩამონათვალზე ჩამოვალ, იმასაც გავიხსენებ, რომ არიან ასეთი პასუხისგებლიანი ადამიანები, აი მაგალითად ესაიას მე-6 თავში, როდესაც ითქვა ზეცაში, აი ვინ წავა, ვინ წარგზავნოთ, ესაიამ თქვა მე წავალ. აი ეს არის პასუხისგებლობა, როდესაც რაიმე საქმეზე, როდესაც რაიმე საკითხზე, როდესაც რაიმე გასაკეთებელ საქმეზე, რაც გასაკეთებელი საქმე არის, ადამიანი იღებს პასუხისგებლობას, მე წავალ, მე გავაკეთებ. ალბათ ბევრმა მოისმინა ეს ხმა, ვინ წავა, მაგრამ პასუხი, გამოხმაურება ესაიასგან იყო. მე მახსოვს ერთხელ ერთ ძმასთან გარკვეული დავა და კამათი მომივიდა საკითხზე, როდესაც ის მედავებოდა იმ საკითხზე, რომ აი ეკლესიაში არის ეს საკითხი, რომელიც გასაკეთებელია, მოსაგვარებელია და მახსოვს მე მაშინ ვთხარი, შედალოცვილი შვილო, თუ ხედავ რომ გასაკეთებელია, აიღე და გააკეთე. ყველა ვერ ხედავს იმას, რომ გასაკეთებელია. მაგრამ თუ შენმა თვალებმა დაინახა, რომ რაღაცა გასაკეთებელია, აიღე და გააკეთე, ვიზელოდები. ღმერთი არ ჩამოვა ზეციდან და ის არ გააკეთებს იმას. ჩვენ მოგცა მან დედამიწა, ჩვენ მოგცა მან ეს ეკლესია, ეკლესიად გვაქცია და თუ რამე გასაკეთებელია და რამის გაკეთება შემიძლია, უნდა გავაკეთო. თუ მოვისმინე რომ მოწოდება არის, უნდა გამოვეხმაურო, მე წავალ, თუ დავინახე რომ გასაკეთებელი არის, უნდა გამოვეხმაურო, მე გავაკეთებ, ეს არის პასუხისგებლობა. პასუხისგებლობა მარტო ის არ არის, რომ რაღაცა დააშავე და ზღვე, პასუხისგებლობა ის არის, რომ სხვას კი არ ელოდები, სხვას კი არ უთმობ, შენ თავზე იღებ პასუხისგებლობას. ამა თუ იმ საქმეში, ამა თუ იმ საკითხში, მით უმეტეს თუ შეგიძლია, მით უმეტეს თუ შენი სფეროა, მით უმეტეს თუ ამის გაკეთება ძალგიც, როგორც უფლისათვის და როგორც ეკლესიისთვის. კარგით, მოდით აი ამ პასუხისგებლობებზე რას გველაპარაკება იოანე, პირველი აი ასეთი გვაქვს. ღმერთისაგან შობილი არ სოდავს. ღმერთისაგან შობილი არ სოდავს. ეს არ ნიშნავს, რა თქმა უნდა, იმას, რომ ღმერთისგან შობილს თქვათ ან არ შეეშლება და ან და თუდაც არ მოუწევს სოდვის წინაშე დადგომა და თუ ყურადღებით არ იქნება და თუ ფხიზლად არ იქნება, ეს ამას არ ნიშნავს, რა თქმა უნდა. ყველა შეიძლება რაღაცა შეეშალოს. მაგრამ როდესაც იოანე ლაპარაკობს, რომ ღმერთისგან შობილი არ სოდავს, იოანე ამბობს, რომ ღმერთისაგან შობილში, ზეციდან შობილში ჩადებული არის და მასში იმყოფება ღვთიური თესლი, ღმერთის სიტყვა, ღმერთის სული, რომელიც მას უნარიანს ხდის იმისათვის, რომ ცოდვაზე არ წავიდეს. შეგნებულად ცოდვაზე არ წავიდეს. არ შესწოდოს. სანამ ღმერთის სული არ იყო ჩემში და სანამ ღმერთისგან ხელახლა შობილი არ ვიყავი, იმის გარჩევაც არ შემეძლო. რა იყო ცოდვა? ქვეყანაში გადახედეთ ზოგიერთი რამ, რაც
ცოდვად შეირაცხება და უმართლობად შეირაცხება და ურჯულოებად შეირაცხება ქვეყნიერებაზე მნიშვნელოვანია. ძალის გამოჩენა, ძალადობა, ამ ძალადობას მოყვება ვიღაცის დასჯა, ვიღაცის მოკვლაც, სამაგიეროს გადახდა, დიდიდან პატარაზე, ძალაუფლებიდან უძალაუფლებოზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამის მაგალითი ყველგან არის, საქართველოშიც და ყველგანაც. ადამიანები როგორ იყენებენ ძალაუფლებას და არა მარტო იყენებენ, თავსაც იწონებენ ამით. თუ ადამიანში ღმერთის თესლი არ არის ჩადებული, ის უნარო არის გასარჩევად. იოანე გვახსენებს, რომ ცოდვა ღმერთისგან არ არის, ეშმაკმა შესწოდა თავდაპირველად და ვინც ცოდავს, ის ეშმაკისგან არის. ხოლო ის ვინც ღმერთისგან არის, ის არ ცოდავს. ის მცნებას იცავს. აი ეს ღმერთის სიტყვა, აი ეს ღმერთის თესლი, ღმერთის სიტყვა, ღმერთის სული მასში ჩადებული, რაც მან ხელახალი შობისგან მიიღო, რაც მან ხელახლა შობით მიიღო, მაღლიდან შობით მიიღო, ღმერთისგან შობით მიიღო, ეს მას უნარიანს ყოფს, უნარიანს ქმნის, რომ არ შესწოდოს. ღმერთისგან შობილისთვის, ღმერთისგან შვილისთვის, ღმერთის შვილისთვის დაუშვებელია შეწოდება, შეგნებულად შეწოდება, იმიტომ რომ ეს იმისი მეტყველია იოანეს გაგებით და ამ წერილის გაგებით, რომ თუ სწოდავს, ის ღმერთისგან არ არის. ასეთი გამოთქმა და თავის გამართლება იმით, რომ ჩვენ ხო მაინც ადამიანები ვართ, მაინც აი ამ სხეულში ვცხოვრობთ და მაინც და მაინც და მაინც და დათმობაზე წასვლა ცოდვასგან უფრო მძლეს კი არ აქვს და უფრო ძლიერს კი არ აქვს მასთან საბრძოლველად, უფრო დაჩაგრულად და საცოდავად და გაუბედურებულად გამოვიყურებით, როცა ვცოდავთ და ეშმაკს ვემონებით. რადგან ცოდვა ეშმაკისგან არის. ადამიანის გაუგონრობით და გაუფრთხილებლობით ეშმაკი ცოდვის სახით შეიჭრა ადამიანში. რა თქმა უნდა, იქ ადამიანმაც შეიტანა თავისი წვლილი. გაუგონრობა და გაუფრთხილებლობა ღმერთის სიტყვის, ღმერთის ნათქვამის მიმართ. ადამიანმაც შეიტანა თავისი წვლილი, მაგრამ იოანე გვეუბნება, აშკარად გვეუბნება, გასაგებად გვეუბნება, რომ ის ვინც ღმერთის შვილია, ის ვინც ღმერთისგან არის შობილი, ის არ სწოდავს. მეორე რაზეც მინდა გავამახვილო ყურადღება არის მთლიანად გამოცულა ადამიანისა რით, რომ როგორც იოანე ამბობს, გვიყვარდეს ერთმანეთი. თუ ადრე დასაშვები იყო, რა ვიცი, რა ხასიათზეც ვიყავი, როგორც მინდოდა, ვინმე შემომწოდავდა, აბა მეც ხო ხურდა უნდა დამებრუნებინა, ერთს მეტყოდა, ერთი ორი მაინც არ უნდა მეთქვა უკან. აი ამ ბუნებამ და აი ამ დამოკიდებულებამ შეცვალა გულის დამოკიდებულება სხვის მიმართ, ადამიანების მიმართ. გვიყვარდეს ერთმანეთი. სწორედ ამით გაიგებენ, რომ ღმერთის შვილები ვართ, მისი მიმდევრები ვართ, მისი მოწაფეები ვართ, თუ გვეყვარება ერთმანეთი, ხო? ჩვენი ანების, ჩვენი ძმების, ჩვენი დების მწუხარება გვამწუხრებს, სიკარგე გვახარებს.
სიკარგე შურს კი არ იწვევს. არა, სიკარგე მახარებს. წუხარება კი არ მახარებს. თუ იმას დაემართა, ვინც ადრე ჩემზე რაღაცა თქვა. არა. წუხარება მწყინს. რატომ? გული შეიცვალა. იმიტომ რომ ის თესლი ღმერთისა, რომელიც ჩვენს გულში ჩაიღვარა თუ ჩაითესა, ზეგანც მაგიან ბევრი ლაბარაკა, ხო? აი ამ თესლზე დაყოფს როგორ ღებულობს ყველაფერი თავის თესლისაგან. აი ეს თესლი ღმერთის სიტყვა ასეთი ბუნების არის, ასეთი ხასიათის არის. ივანე ამ ნათქვამზეც არ ჩერდება, რომ უბრალოდ გვიყვარდეს, ის იმასაც კი ამბობს, რომ სიტყვით კი არ უნდა გვიყვარდეს, საქმითაც უნდა გვიყვარდეს და ჭეშმარიტებით უნდა გვიყვარდეს. ამგვარად თუ ხედავ საჭიროებაში შენ ზმას ან შედას და დახმარების ხელის გაწვდა შეგიძლია, რა ვიცი ეს სიტყვით იქნება თუ ლოცვით იქნება თუ სხვა მხრივ იქნება კიდევ, გაუწოდე დახმარების ხელი. იმიტომ რომ უნდა გვიყვარდეს. იაკობი კიდევ უფრო შორს მიდის. და წმინდა წერილი კიდევ უფრო შორს მიდის. მათე კიდევ უფრო შორს მიდის. და ისინი ამბობენ რომ არა მარტო ძმა და უნდა გვიყვარდეს, ტერიც კი უნდა გვიყვარდეს. მაწყევარიც უნდა ვლოცავდე. ვაკურთხებდე და არ ავწყევლიდე. კითხვა გაგვიჩნდება, როგორ, რანაირად, ტერი როგორ მიყვარდეს. მაწყევარისთვის როგორ ვილოცო. დავიწყოთ ძმების და დების სიყვარულით და იქამდეც მივალთ. იმიტომ რომ თუ ღმერთს მივყვებით, ეს ღმერთის სიტყვა, აი ეს თესლი, რომელიც ჩვენს გულში ჩავარდა, თუ ის გაღვივდება სიგრძე სიგანეში, სიღრმე სიმაღლეში, თუ ის სარეველები წეღარო ლაბარაკობდა გია, მოცილებული იქნება ხელი შემშლელები, ის არ გაჩერდება ძმისა და დის სიყვარულზე, მათი კეთილდღეობის სურვილზე და ჭირში და ტკივილში კიდე თანაგრძნობაზე. ის ისეთი ბუნების არის, მას ტრის სიყვარულით შეუძლია. და განა ჩვენ ყველანი ღმერთის მტრები არ ვიყავით, როდესაც უწოდავდით და როდესაც ბოწინააღმდეგები ვიყავით, როგორ აღმოჩნდით მის ბანაკში, მის ეკლესიაში, თუ არა მისი სიყვარული. ჩემთვის გასაოცარი სიტყვები არის, როდესაც მათე ლაბარაკობს ქადაგება მთაზე და როდესაც ამბობს, რომ მას იყავითო სრულყოფილნი, ისე როგორც თქვენი ზეციერი მამა არის სრულყოფილიო. ნახეთ, არავით არის კრეხელობა, არავით არის ისეთი ადამიანური ამბიცია და დამოკიდებულება. იესო ქრისტემ თავის სიტყვაში, რომ ჩვენში სიყვარულმა სისრულეს მიაღწიოს, სრულყოფილებას მიაღწიოს, ეს პირდაპირი მოცემულობა არის და პირდაპირი ნათქვამი არის ღმერთის სიტყვიდან და მართლაც ვისაც ყური აქვს ის მინოს. მე მინდა გავიზარდო ამ სიყვარულში, რადგან ეს სიყვარულია სწორედ, რომელიც ძალას მაძლევს, სიცოცხლის ძალას მაძლევს, სიცოცხლის უნარს მაძლევს. სწორედ მასში არის აზრი ცხოვრებისა, აზრი სიცოცხლისა. სწორედ მასში არის. და ნახეთ, როგორი მზარდი შეიძლება იყოს ის. იწყება ახლო წლიდან, ოჯახიდან, ახლობლებიდან, ეკლესიიდან და რამდენად განივრცობა, რომ მტრისთვის და მაწყევრისთვის შემიძლია ლოცვა,
შემეძლია კურთხევა. განა პავლე მოციქული ჯერ კიდევ სავლე მტერი არ იყო ღმერთის და მტერი არ იყო ღმერთის ეკლესიას. განა ის არ იწორებდა სტეფანეს პირველ მოწამეს ჩაქოლვას და სიკვდილს. განა ის არ დაძდევდა მორწმუნეებს ეკლესიას და არ აყრევინებდა ციხეში, არ აჭერინებდა. განა ასეთი მოშურნი არ იყო ღმერთის მტერი და მისი ეკლესიის და მოწინააღმდეგე. განა ასეთი ფარისეველი არ იყო, მოშურნი არ იყო, მაგრამ ღმერთის სიყვარულმა და შესაძლებელია სტეფანეს სიტყვებმაც მიუტევე მათ თავისი ცოდვები. ნუ ჩაუთვლი მათ ამ ცოდვას. ზეგავლენა და ზემოქმედება მოახდინა საულეზე, რომელიც პავლე თაქცია. ასეთ მოციქულად, ასეთ მიმდევრად, ალბათ ერთ-ერთი უდიდესი მოწაფე, ღვთისმეტყველი, როგორ გარდაიქმნა და შეიცვალა მისი ცხოვრება. და იცით, ჩემი დამოკიდებულება და შენი დამოკიდებულება რა უნდა იყოს? თუ პავლეში გააკეთა ეს ღმერთმა, ის ჩემშიც გააკეთებს. თუ ღმერთს რამის გაკეთება ვინმესთვის შეუძლია, მას ჩემთვისაც შეუძლია. თუ ღმერთს შეუძლია ერთის განკურნება, მეორის განკურნება შეუძლია. თუ ერთის ცხოვრებაში შეიძლება კურთხევა მოვიდეს, მეორის ცხოვრებაში შეიძლება კურთხევა მოვიდეს. თუ ღმერთს შეუძლია ერთი მტერი და მოწინააღმდეგე ასეთად აქციოს, ნუ ჩამოუშვებთ ხელებს, რომ ვილოცოთ და ვიშუამდგომლოთ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ მტრები და მოწინააღმდეგები არიან, თუნდაც თქვენი, თუნდაც იმის გამო, რომ ეკლესიაში მოდიხართ. ისმენთ ღმერთის სიტყვას. არ გეთანხმებიან. ნუ გამოიწვევს ეს ჩვენში ისეთ წყენას, ისეთ ტკივილებს, ისეც რომ ქოქოლა დავაყაროთ ზედ და ცუდი უსურვოთ და არ გინდა და ნუც გეღირსოს ღმერთი და არა, ნუ გამოიწვევს ეს ამას. პირიქით, უფალმა შეგიწყალოს, უფალმა გადმოგხედოს, უფალი დაგეხმაროს, გაგიხსნას და ეს მარტო ბაგით არა, ეს გულით ადამიანმა არა მარტო მოისმინოს, იგრძნოს, დაინახოს, რომ შენი კეთილგანწყობა არის მასზე, შენი თანაგრძნობა არის მასზე, თუნდაც იმის გამო, რომ უმეცარი ხარ. არ გესმის, ვერ ხვდები, რას ამბობ და რას აკეთებ. ასე თქვა იესო. აბატიემ არ იციან რას აკეთებენ. არ იციან რას აკეთებენ. მადლობა ღმერთს, რომ ერთ დროს ჩემზეც არ ჩაიქნიეს ხელი. პირველად როდესაც სახარება მიქადაგეს, ეს დეიდა იყო თუ კიდე, დედა თუ კიდე, სხვები და შემდგომ ეკლესიაშიც კიდე. პირველი ადამიანებიც ვიკადაგებდნენ, ჩემი რეაქცია საშინელი იყო. პირველად საერთოდ არ გავჩერდი სახლში, იქ როცა მორწმუნეები მოვიდნენ. არ გავაკეთე ის, რაც მთხოვეს რომ გამეკეთებინა. მინდოდა დროზე წასულიყვნენ. ვერ ვიტანდი კიდე სახარების სიტყვებს. ღმერთზე ლაპარაკს, წმინდა ცხოვრებას ვერ ვიტანდი. განამე ვერ ვიტანდი. ჩემში ყოფი არაწმინდა სული ვერ იტანდა. ეზიზღებოდა. ზულდა სულ ყველაფერი ეს. ერთი სული ქონდა, როდის გაჩუმდებოდნენ და როდის დადუმდებოდნენ. დედა ჩემი და დეიდა ჩემი რომ ან გალობდნენ, ან ლოცულობდნენ და ან სახარებაზე მიწყებდნენ ლაპარაკს. მაგრამ სადღაც რაღაც მომენტში, იმიტომ რომ არ მოეშვნენ, არ გაჩერდნენ, გული გატყდა. გული მოლბა. გული შეიცვალა. ხოლო მაშინ როდესაც ეს სული შეეხო საერთოდ და მერე სიტყვაც მოვისმინე სახარება და კითხვაც დავიწყე და როდესაც უფალმა აშკარად დამანახა რომ იესო ჩემი უფალია, ის ჩემთვის მოკვდა ჯვარზე,
როდესაც მუხლი მოვიდრიკე მის წინაშე, მოვინანიე ჩემი უღმერთო ცხოვრება, იმიტომ რომ მან დამანახა ეს თავისი სიწმინდის ფონზე და ის შემოვიდა ვიშვი ხელახლა, ვიშვი ზეციდან. შემდგომ ეს ყველაფერი ღმერთის წმენა, იესო ქრისტეს წმენა უკვე ჩემ შიგნით აღმოჩნდა და უნარიც შემოვიდა გარჩევისა. და იმ მესამე საკითხი, რაზეც მინდა გესაუბროთ, სწორედ გარჩევის სული, გარჩევის უნარი. მოციქული იოანე აქ იმ გარჩევის სულზე ლაპარაკობს, გარჩევის უნარზე, რომ გავარჩიოთ ცრუ წინასწარმეტყველები ნამდვილი წინასწარმეტყველებისაგან. აქ შესაძლებელია კონტექსტში ეს სიტყვა გამოყენებული იყოს არა უბრალოდ წინასწარმეტყველები, როგორც ჩვენს შეიძლება გაგებაში იყოს ადამიანის წინასწარმეტყველებს, უბრალოდ ღვთისმეტყველები, ვინც ქადაგებს, ვინც ღმერთზე ლაპარაკობს, ამოწმებს. და ის გარკვეულ ინსტრუქციებს იძლევა და გარკვეულ გაფრთხილებებს იძლევა, რომ გარჩევის უნარი გვაქვს ჩვენს, შეძენილი აი ამ სულთან ერთად, რომ გავარჩიოთ. დღეს ჯერ კიდევ იმ დროში პირველ საუკუნეში თქვენ წარმოიდგინეთ მოასწრეს ადამიანებმა ცრუ გაწინასწარმეტყველება და ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ 21 საუკუნეში რაც დრო გადის რამდენი არის რომ არასწორად ცრუთ წარმოაჩენს გამოხატავს ქადაგებს ასწავლის ღმერთის ჭეშმარიტების შესახებ. ყველაფერი ერთნაირად მისაღები არ არის. ყველასგან ერთნაირად მოსასმენი არ არის. და არა მარტო ეკლესია გვეხმარება ამაში, გარკვეული რჩევა მოგცეს ან წინამძღოლი ძმები, თუ შევეკითხებით, ვის მოусმინოთ, რა წავიკითხოთ და მატებით თქვათ ლიტერატურა. უნარიც არის ჩვენში. უნარიც მივიღეთ გარჩევისა. განსხვავებისა. ისევე როგორც თეთრი და შავი განსხვავდება ერთმანეთისაგან, ასე უნარი გვაქვს გავარჩიოთ. სიცრუე სიმართლისგან, სწორი არასწორისგან. და ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის. იმიტომ რომ ცრუ ქადაგებებს, ცრუ წინასწარმეტყველებს და ცრუ არასწორ სიტყვას არ მივყავართ ღმერთის სწორ შემეცნებამდე. არ მივყავართ ღმერთის სწორ შემეცნებამდე. აი გადახედეთ ქვეყანას, გადახედეთ ხალხს, გადახედეთ ადამიანებს, თუ მოусმენთ. ყველას თავისებური შეხედულება აქვს, ყველას თავისებური წარმოდგენა აქვს ღმერთზე. შესაძლებელია ასე იყოს გარეთ, მაგრამ ეკლესიაში, სადაც ერთად ვიკრიბებით, სადაც ერთ სიტყვას ვისმენთ, ეკლესიაში უნდა მკვიდრდებოდეს ერთი გაგებაც, ერთი შეხედულებაც, რომ იყოს ერთსულოვნება და იყოს ერთნაირი მიზანსწრაფვა და რა თქმა უნდა გარჩევის უნარი. რა თქმა უნდა მე მესმის რომ ახალ მოსულს, ახალ მონათლულს, ახალ მოქცეულ სუფლისკენ არ აქვს იმხელა გარჩევის უნარი, მაგრამ ეკლესიაში არის მწყემსი, არიან ადამიანები მსახურები, რომლებაც უკვე წლების განმავლობაში კი არა და 10 წლეულების განმავლობაში შეიძინეს ეს უნარი, განუვითარდათ ეს უნარი, განსაკუთრებით მათ ისინი, ვინც ასე ნაბიჯ-ნაბიჯ გამუდმებით, მიუხედავად გამოწვევებისა და სირთულეებისა, მიყვებიან ღმერთს და აპირებენ, რომ ბოლომდე მიყვნენ მას. როდესაც ამას ლაპარაკობს იოანე იმდენად დაჯერებული არის ღმერთის ცოდნაში, ღმერთის შემეცნებაში, ეს არ არის შემთხვევითი უბრალო პერსონაჟი, ის მოციქული გახლავთ იესო ქრისტესი და მას
თავისი ყურით აქვს მოსმენელი ქრისტესგან მისი მოძღვრება და თავისი თვალით აქვს დანახული იესო ქრისტე რა საქმეებს აკეთებდა. ჩვენთვის ქრისტეს მოძღვრება იგივე მოციქულთა მოძღვრება არის, რადგან მოციქულებმა შემოინახეს და გადმოგვცეს და იგივე ახალი აღთქმა არის და იგივე სახარება არის, რომელიც ჩვენ ყველას ერთად გაგვაჩნია. რა თქმა უნდა, ძველი აღთქმაც მთელი ბიბლიაც, მაგრამ განსაკუთრებით ახლა ახალ აღთქმაზე, რადგან ახალი აღთქმიდან იოანეს წერილიდან ვლაპარაკობ. სახარებისეული მოძღვრება. იმიტომ რომ ძალიან ბევრს მე უშინაც კიდე შევხვდი, გადავეყარე, შევხვდი ადამიანს და ხვდებიან ხოლმე ხანდახან ადამიანები, რომლებიც არ ვიცი საიდან მოაქვთ, როგორ მოაქვთ, მაგრამ სხვადასხვა აზრები და შეხედულებები, თქვათ, სახარების აზრის წინააღმდეგ. იგივე ნათლობაზე, იგივე ზეციდანშობაზე, იგივე სულიწმიდით ნათლობაზე და მრავალ კიდევ სხვა საკითხებზე. უნარი გარჩევის. იოანე გვაფრთხილებს და იოანე ლოცულობს და იოანე გულშემატკივარი არის, რომ ეს უნარი გარჩევისა შევიძინოთ. რადგან მრავალი ცრუ წინასწარმეტყველები აღდგა და აღდგებიან. ის ვინც მიდის წინააღმდეგ ღმერთის სიტყვისა, მისი მოძღვრებისა, მისი არსისა, ის შეგნებულად თუ შეუგნებლად ლაპარაკობს ღმერთზე არასწორად, წინასწარმეტყველებს თუ ასწავლის ღმერთზე არასწორად და შესაბამისად არასწორი შემეცნება და გაგება მოდის ღმერთზე. ძვირფასებო, არაერთხელ თქმულა ამ კათედრიდან და კიდევ მინდა გავიმეორო. ქრისტიანობა რელიგია არ არის. ქრისტიანობა არის შემოთავაზებული ღმერთისგან ურთიერთობა მასთან, რაც იწყება ცოდვების პატიებით და ხელახალიშობით. და აი ამ ურთიერთობას და აი ამ თანამოზიარეობას დასასრული არ უნდა კონდეს. ეს არ უნდა დამთავრდეს. მას წერტილი არ უნდა დაესვას. შეჩერება ამ საკითხში ეს იმას ნიშნავს, რომ თურმე ღმერთი უკვე ისეთი მცოდნეა და იმდენი მცოდნეა, რომ მეტი აღარ მჭირდება მისი გაცნობა. შეუძლებელია ადამიანმა იმდენად შეიცნოს ღმერთი, რომ მას მეტი აღარ სჭირდებოდეს. შეუძლებელია. შეუძლებელია აი ამ რამდენიმე 1-2 კილოიანი ტვინით შევიცნოთ აი ეს დიდებული ღმერთი მთელი სისავსით, ვინც არის და როგორიც არის, შეუძლებელია. და შეწყვეტა მისი შეცნობისა უნარს წაგვართმევს სულების გარჩევისას და შესაძლებელია ისეთ რაღაცაზე წავიდეთ, ისეთ რაღაცებზე წავიდეთ, ისეთი რაღაცა ვისმინოთ, ისეთი სწავლება მივიღოთ, ისეთი წინასწარმეტყველება მივიღოთ, ისეთი აზრი მივიღოთ, რაც შეიძლება წლები დამჭირდეს მის აღმოსაფხრელად. ეს კარგ შემთხვევაში. მე ჩემი თავიდანაც ვამოწმებ, მე მაქვს საკითხული ისეთი წიგნი, ღვთიური ლიტერატურაზე ვლაპარაკობ, სადაც ერთი ისეთი აზრი ამოვიკითხე, რომელიც იქ გამართლებულად ეწერა, რომ ასე იყო, მაგრამ მისგან განთავისუფლებისთვის წლები დამჭირდა. ყველაფერი რაც ბრწყინავს, ოქრო არ არის. ყველგან სადაც ბიბლიური მუხლი წერია და იმას ხსნიან და განმარტავენ, ყველა განმარტება სწორი და მართებული არ არის. ყველა ვინც სახარებით ხელში ქადაგებს და წინასწარმეტყველებს, ეს იმას ანიშნავს, რადგან სახარება უჭირავს სწორად ქადაგებს და სწორად წინასწარმეტყველებს. ეს ამას არ ნიშნავს. ამიტომ ასეთ სპეკულაციურ დამოკიდებულებაზე ადვილად არ უნდა წავიდეთ.
სულების გარჩევა და უნარი უნდა შევიძინოთ, რომელიც ჩადებულია, უბრალოდ მას გაზდა და გაღვივა სჭირდება, იმიტომ რომ ჩვილ ასაკში, პატარა ასაკში უნაროა ადამიანი, მაგრამ სახურები, წყემსები, ეკლესია ეხმარება და როცა წამოიზრდება შედარებით, წამოიზრდება ის თვითონ შეიძენს აი ამ უნარს გარჩევისა. და კიდევ ერთი საკითხი. იოანე ასევე ლაპარაკობს, რაც მე შეგახსენებთ, ჩვენ საუბრობთ იმ პასუხისგებლობაზე, რაც მოგვენიჭა როგორც ღმერთის შვილებს. და იოანე ასევე ლაპარაკობს ქვეყნიერების კერპებზე. და შეიძლება იყოს გარკვეულწილად აი ამ გარჩევის გაგრძელება, მაგრამ კიდე კვეთრად გამოყოფს აი ამ ქვეყნიერების კერპებს. თუმცა სანამ აი ამ ქვეყნიერების კერპებს ერთი რამე გამომრჩა, ისე თქმაც მინდოდა, ასე სულების გარჩევით და ღმერთის შეცნობით ნელ-ნელა, ისეთი როგორიც არის. სწორედ აი ამ ღმერთის შეცნობას მოყვება ღმერთის სიყვარული, ეს გვათავისუფლებს ჩვენ იმ შესაძლო შიშებისგან, რომელიც შიშებიც ქვეყნიერებიდან მოდის. და თითქოს მას დასასრული არ აქვს. ომები თუ სხვადასხვა მიწისძვრები თუ აგერ კიდე სადღაც წარღვნა მოხდა და აგერ კიდევ იქ რაღაცა და ეს ომი დაუმთავრებელი და სხვადასხვა უბედურებები და სხვადასხვა საშინელებები, რა თქმა უნდა, რგუნავს ადამიანს. ეს გარკვეული შიშებს იწვევს. მაგრამ აი ეს უნარი ღმერთის შეცნობისა, ღმერთის სიყვარულისა, როგორც წერია, გვათავისუფლებს შიშისგან. რაც უფრო მეტად ვიცნობ, რაც უფრო მეტად ვიზდები მის სიყვარულში, მით უფრო მეტად ხვდები, რომ ის კარგია, ის კეთილია, ჩემთვის კარგი უნდა, მას ზალოთ ჩემი დაცვა, ჩემი გაფრთხილება. მით უმეტეს მეც თუ მის მხარეს ვარ, თუ უსმენ და უგონებ. აი ამ საშიშ რაღაცებს, რა ვიცი, რა გამოლებს, სულ მუდამ იქნება საფრთხის საშიშროება ქვეყანაზე. ამასინათ ერთ-ერთმა დიდმა გონმა და ინტელექტმა დავასახელებ, ახლა დასამალი არ არის. არა მარტო ის, მაგრამ აგერ ილონ მასკმა მაგალითად, ხომ, განცხადება გააკეთა დაოსის ფორუმზე, რომ ჩვენ ცოტა ფრთხილად უნდა ვიყოთო რობოტებთანო და ხელოვნურ ინტელექტთანო. ერთი ფილმი დაასახელა, აღარ მახსოვს იმის სახელი, რომ მსგავსი რამ არ დაგვემართოსო. იმ ფილმში სცენა არის, ვინ შექმნა რობოტი, ის რობოტი დაერია მერე შემოქმედს და გაანადგურა. ფრთხილად უნდა ვიყოთო. და როცა ასეთი ადამიანი და არა მარტო ის, კიდე სხვაებიც ამბობენ, რომ ფრთხილად უნდა ვიყოთ, ესე იგი საფრთხილოდ არის საქმე. ხოლო ის ახლა არ გამიკვირდება, რომ შექმნილი რო შემოქმედს დაერიოს, განა ადამიანი არ აუჯანყდა ღმერთს. ადამიანი თვითონ ღმერთის წინააღმდეგ წავიდა და ახლა რობოტი რო წავიდეს, ვიღაცის წინააღმდეგ, რა გაზაგვირია? ჭკუა იმას არ მოეკითხება. მე იმისი თქმა მინდა, რომ საფრთხილოს და საშიშს ვერ გამოლევ. და ერთადერთი რაც ამაში მეხმარება, მის გაძლებაში, გადალახვაში, ცხოვრების გაძლებაში, რომ დეპრესიაში და შიში კი არ ვიცხოვრო, ეს მისი შეცნობა არის და მისი სიყვარული არის. რადგან მისი სიყვარული მათავისუფლებს შიშისგან. კარგით, მეოთხე საკითხს დავუბრუნდით ისევე, ქვეყნიერების კერპები. ქვეყნიერებას თავისი კერპები და თავისი თაყვანისმცემლები ყავს. ისეთი საკითხები, როგორიც არის პოპულარობა, ისეთი საკითხები, როგორიც არის ხორციელის სიამოვნებებისკენ სწრაფვა, ფულის სიყვარული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რასაც
იოანე ახასიათებს როგორც ხორციელ გულის თქმას, თვალთა გულის თქმას, ამაუდიდებას ცხოვრების. მას თავისი ნეგატიური შედეგები მოყავს და ღმერთის შვილი ფრთხილად უნდა იყოს. აი სწორედ ამ იმის გამო რომ ის ღმერთის შვილია, იმის გამო რომ მან შეიძინა ეს უნარი გარჩევისა, იმის გამო რომ გაიზარდა ის ღმერთის შეცნობაში, გაიზარდა ღმერთის სიყვარულში. ის ასეთ რაღაცებს არ გამოეკიდება. მე არ ვლაპარაკობ ახლა, როდესაც თქვა ფულის სიყვარულზე ვლაპარაკობ, მე არ ვამბობ იმას, რომ ფული არ არის საჭირო. სამსახური იმისთვის არის, რომ სამსახურში ხელფასი გადაგიხადონ. კი ბატონო. და ბუნებრივია, საქმე. ბიზნესი იმისთვის არის, რომ იმ ბიზნესით საქმეც ააშენო და გააკეთო და მოგებაც ნახო. კი ბატონო. მაგრამ მე ვლაპარაკობ ფულის სიყვარულზე, როდესაც ფული ხდება ცენტრი ადამიანისა, ყოველგვარი სწრაფვისა, ყოველგვარი მიდრეკილებისა. მე ვლაპარაკობ ფულის სიყვარულზე. ფული მამონასთანაც არის გაიგივებული და პრაქტიკულად სხვა წერილში ის დაყენებული არის ღმერთის თანატოლად. ან ღმერთს უნდა ვცე თაყვანი და მას ვემსახურო. თუ არა და შესაძლებელია მამონას ფულის მსახური გავხდე. რაც არ უნდა დამემართოს. პოპულარობა. დღეს პოპულარობა ხო პოპულარულია. მე არ ვამბობ იმას, რომ არ გამოვჩნდეთ და დავიმალოთ, მაგრამ მე იმას ვამბობ და მე იმისი თქმა მინდა. ეს არ უნდა გახდეს ცენტრი ჩემი მიზანსწრაფვისა. რატომ? იმიტომ რომ ღმერთის შვილი ვარ. იესო პოპულარობისთვის არ აკეთებდა, რასაც აკეთებდა. იმ სიკეთეს, იმ ქველმოქმედებას სიყვარულით აკეთებდა დასახმარებლად ადამიანებისა. იესოს რო პოპულარობა დომოდა, როცა მარხულობდა იმ მარხვაში, იმ ეშმაკის ქვეყნიერების მთავრის ყველა კარნახს შეასრულებდა. გადმოხდებოდა, ანგელოზები აიყვანდნენ ხელში. ქვაფურად აქცევდა. მაგრამ მან იცოდა ვინ იყო. მან იცოდა რისთვის იყო. ის არ დადიოდა ქვეყნიერების მამამთავრის სულის ჭკუაზე და აზრზე. ის ასე აცხადებდა. მხოლოდ ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას ემსახურე. ღმერთის შვილები ვართ და ყველაფერი ეს ჩვენში აღვივებს და ზრდის მის წყურვილს, მისი მსახურების სურვილს და ასეც უნდა იყოს. და ყველაფერი ეს ხდება რწმენის მეშვეობით. ყველაფერი ეს ხდება რწმენის მეშვეობით. სულიერ ცხოვრებაშიც, ადამიანის ცხოვრებაში სხვადასხვა პერიოდები არის. ისევე როგორც ცხოვრებაში არის, გაგვიგი აქვს მენია, ვიცით, გარდატეხის მომენტები არის, რაღაც ახალგაზრდობაში არის გარკვეულწნეულობაშიც არის, როცა ადამიანი აზრს, შეხედულებებს იცვლის. სულიერებაშიც არის აი ამისანა მომენტები, გარდა სახვის თუ სხვადასხვა სიმაღლის თუ სხვადასხვა დონეზე თუ სხვადასხვა ასაკში თუ სხვადასხვა შემეცნებაზე შესვლის საკითხები. არის ამისთანა პერიოდები. და ძალიან მნიშვნელოვანი არის ასეთ პერიოდებში მოხდეს ხოლმე გადაფასება. რადგან რაც წინა პერიოდში ადრეულ ასაკში მე მნიშვნელოვნად და პრიორიტეტად მესახებოდა, შეიძლება შემდგომ ასაკში ეს კარგ შემთხვევაში ღიმილის მომგვრელი იყოს. ხოლო ზოგ შემთხვევაში შეიძლება გასაცინებელიც და სამარცხვინოც. და ძალიან მნიშვნელოვანი არის აი ეს გარდატეხის გარდამავალი პერიოდები. ამას წინათ ერთმა სტუდენტმა მითხრა, მოვიდა ჩემგენ და ცალკე მითხრა და გრძნობდი რომ მართლაც
იმას ამბობდა, რასაც გძნობდა და რასაც ფიქრობდა, როცა მელაპარაკებოდა თვითონ ცრემლი ჩამოზიოდა თვალზე. მითხრა რომ რაღაცნაირად ისე ვარ, ისე აღმოჩნდი რომ აღარც სამსახური მაქვს, აღარც არაფერი არ მაქვს, მაგრამ გძნობ რომ ღმერთი თავისკენ მეძახის. და გძნობ რომ მას უნდა რომ მასთან განმარტოვდე. მეუთხარი დიდება იესოს. ეს ძალიან კარგი გრძნობაა. ეს ძალიან კარგი მოწოდებაა. როცა გძნობ ამას, რომ ღმერთი თავისკენ გიზიდავს დამატებით. მას შენთან შეხვედრა უნდა, შენთან განმარტოება უნდა. რადგან მარტო წერილი არ არის, როგორც წერია, წერილი და ღმერთის ძალა. ერთია ამ წერილს კითხულობდე, ქადაგებებს თეორიულად ისმენდე, მაგრამ მეორეა იგივე პრაქტიკულად შენში ხორციელდებოდეს ღმერთთან შეხვედრით, ღმერთთან განმარტოებით, მასთან ურთიერთობით. ამ დროს სხვანაირად ცხადდება იგივე წერილი, იგივე ღმერთის სიტყვა მასთან ურთიერთობაში. ამ დროს ყველაფერი ეს ხორცს ისხავს, ყველაფერი ეს ცოცხლდება, ძალმოსილი ხდება. ეს თეორია უნარიანი ხდება უკვე, ღმერთი თითქოს ცოცხლდება და სხვანაირად წარმოჩინდება. და ნუ უგულებელყოფთ ასეთ ჟამს, ასეთ მომენტს, თუ გძნობ, თუ ხედავ, რომ ღმერთი თავისკენ გიწვევს, გეზიდება. ლოცვით იქნება ეს თუ მარხვით იქნება ეს თუ განმარტოებით იქნება ეს თუ მის წინაშე წარდგომით იქნება. რა ვიცი, 1 დღე, 2 დღე, 3 დღე, როგორც საჭიროდ ჩათვლის. შეუძლებელია ამას რაღაცა არ მოყვეს ღმერთის შეხვედრა, ღმერთის ახლებურად დანახვა, ახალი ურთიერთობები, აი ეს გარდამტეხი მომენტი სულიერ ცხოვრებაში, შემდეგი ცხოვრება და ასაკი ამით უნდა გააგრძელო. ძველებურად ვეღარ გააგრძელებ. როგორც მოზარდი ბავშვივით ვერ გააგრძელებს, როგორც დიდი მოზარდივით ვერ გააგრძელებს, ასე ღმერთმა იცის, როდის რა ჩარევა მოიტანოს შენ ცხოვრებაში. რით დაიწყოს, როგორ გააგრძელოს და რით დაასრულოს, ეს ღმერთმა იცის. მისი ქმნილება ვართ. შესაბამისად აი ამ დროს, ასეთ განმარტოებაში, ან თუნდაც ხანდახან აღებულ მარხვებში, მაგალითად შემდეგ კვირას 1 თებერვალი არის და ზიარებაც არის. არ იქნება ურიგო. მაგალითად შაბათს, კვირას ვიმარხულოთ და ასე ვეზიაროთ და რატომ? ასეთ განმარტოებებში და ასეთ მარხვაში, ასეთ ხორციელ თავშეკავებაში, ხო? საკვებისგან და უფლისკენ მიწუნაში განსაკუთრებულად კარგად ამოდის ზედაპირზე ჩვენი ხორციელი ჩვევები, მიდრეკილებები, სიყვარულები, სწრაფვები, რაც სულის წინააღმდეგ იბრძვიან, რაც შვილობის წინააღმდეგ იბრძვიან, რაც ღმერთის შეცნობის წინააღმდეგ იბრძვიან. კაცი შვილმა არ იცის რანაირად მუშაობს მარხვა, მაგრამ ნამდვილი მარხვა და სწორი მარხვა და ღმერთისთვის მარხვა განახებს შენ შინაგან მდგომარეობას. დანახulis მიხედვით გამოგაქვს ეს ზედაპირზე, ქრისტეს სისხლით იწმინდები, სუფთავდები და ხელახლა განახლებული მიძღვნილი ჭურჭელი ხდები, გათავისუფლებული იმ კერპებისგან, რაც ჩამოთვალე და რაც კიდევ არ ჩამომითვლია. როდესაც ჩვენ ბიბლიას ვკითხულობთ, როდესაც ჩვენ მის სიტყვას ვკითხულობთ, ჩვენი გული უნდა ეთანხმებოდეს წაკითხულს. თუ წაკითხული გვამხელს, რაღაც მოსანანიებელი და მოსაშორებელი გვაქვს. თუ ჩვენი გული ეთანხმება წაკითხულს, მაშინ მწყობში ვართ. და თუ მე მინდა გაგრძელება ღმერთის შეცნობისა, მისი შვილობისა და მისი სიყვარულისა, მაშინ მე მომიწევს მთელი ცხოვრების გზა. მივყვე უფალს და უერთგულო მას
და გზა მომიწევს რაღაცეების ამოღება და რაღაცეებისგან გათავისუფლება, რაც ხელი შემშლელი არის ჩემს მასთან ურთიერთობაში. და რადგან იოანეც თავის წერილს ამით ამთავრებს, ზეციდან შობილი არ სწოდავს და დაიცავით თქვენი თავი კერპებისგან, ამით თავრდება ეს წერილი. მე უბრალოდ გითხარით ეს როგორ ხდება მისგან გათავისუფლება და გაწმენდა და ამაში ლოცვა მარხვა გვეხმარება. მე მინდა ეს სულ რაღაც ალბათ რამდენიმე 2-3 წუთს წაიღებს. ერთგული მსახურის მოწმობა წაიგითხოთ. სხვადასხვა ნაწყვეტი აქედან ეს დეროლები რომ იყვნენ ჩამოსულები, დეროლ და დარლინ, ხო? დარლინ და დეროლმა იქადაგა ნაწყვეტი აქედან ამოიკითხა. მე აი ეს დაახლოებით 20 წელია მაქვს. უკრაინაში ერთ-ერთ ეკლესიაში მოვისმინე, გადავთარგმნე და ჩემს საწერ მაგიდაზე დევს. და დრო ვკითხულობ ხოლმე. და მინდა წაგიკითხოთ. ღმერთის ერთგული მსახურის მოწმობა. მე ვარ ერთ-ერთი მათგანი, ვინც მიძღვნილია იმისთვის, რომ ბოლომდე უერთგულოს. ხო, ეს სიტყვები გამოგჩა, რომ ეთქვა, ეკუთვნის ერთ-ერთ მისიონერს, რომელიც აფრიკაში მოღვაწეობდა საკმაოდ რთულ პირობებში. მე ვარ ერთ-ერთი მათგანი, ვინც მიძღვნილია იმისთვის, რომ ბოლომდე უერთგულოს. მე მაქვს სიწმინდის ძალა. უკან დასახევი გზა მოჭრილია. მე გადავაბიჯე ზღურბლს. მე გამოვედი კომფორტის ზონიდან. გადაწყვეტილება მიღებულია. მე იესო ქრისტეს მოწაფე ვარ. მე უკან არ მივიხედავ, არ მოვდუნდები, სვლას არ შევანელებ, უკან არ დავბრუნდები. ჩემი წარსული გამოსყიდულია, აწმყო გააზრებული, მომავალი უსაფრთხოებაშია. მე სამუდამოდ დაუსვი წერტილი იაფასიან ცხოვრებას, წვრილმან გეგმებს, უფერულ სიზმრებს, ამაო მიზნებს, მოსაწყენ საუბრებს, ძუნწ შეწირვებს. მე ვარ ერთ-ერთი მათგანი, ვინც მიძღვნილია იმისთვის, რომ ბოლომდე უერთგულოს. მე უკვე აღარ მჭირდება დიდება, აღარ ვეძებ მდგომარეობას, მე აღარ მსურს პოპულარობა. ჩემთვის აღარ არის აუცილებელი ვიყო მართალი, აღარ არის მთავარი ვიყო პირველი. მე აღარ ვარ დამოკიდებული წოდებაზე, ან შექებაზე, პატივზე, ან ჯილდოზე. მე ვარ ერთ-ერთი მათგანი, ვინც მიძღვნილია იმისათვის, რომ ბოლომდე უერთგულოს. ახლა მე ვცხოვრობ ღმერთის თანდასწრებაში, ვდგავარ რწმენით, ცხოვრობ ლოცვით, ცოცხლობ მოთმინებით. მე უნდა ვიარო წინ, ჩემი შეხედულება მტკიცია, ჩემი მიზანია ზეცა. ჩემი სავალი ვიწრუა, გზა ეკლიანი. მე არ მყავს ბევრი თანამგზავრი, მაგრამ ჩემი გამცილებელი საიმედოა. ჩემი მისია ნათელი. შეუძლებელია ჩემი ყიდვა. შეუძლებელია ჩემი კომპრომისზე წასვლა, შეჩერება ან გატყუება. მე ვეღარ მაიძულებენ დაუბრუნდე წარსულს, ან ცდუნებაში შემიყვანონ. ვერ შეძლებენ ჩემ შეჩერებას, არ შევდრკები თუნდაც თავის შეწირვა გახდეს საჭირო. არ დავეჭვდები, როცა უბედურება მეწვევა, არ დავჯდები მტერთან მოსალაპარაკებლად, არ დავთქმები საკუთარ პოპულარობაზე ფიქრით და არ ვივლი გაორებული გზებით. მე არ დავნებდები, არ მოვდუნდები, არ დავსუსტდები და არ დავიღლები, სანამ არ დავასრულებ ჩემს ქადაგებას, ჩემს ლოცვას, სანამ არ გადავიხდი ფასს, სანამ არ მივაღწევ ქრისტეს.
მე ვარ ერთ-ერთი იმათაგანი, ვინც მიძუნილია იმისათვის, რომ ბოლომდე უერთგულოს. მის დაბრუნებამდე უნდა დავასრულო ჩემი სარბიელი. უნდა გავცეს სანამ აქვს. უნდა ვიქადაგოს სანამ ყველა არ გაიგებს და უნდა ვიშრომოს სანამ უფალი არ შემაჩერებს. და როცა ის დაუბრუნდება და როცა ის დაბრუნდება თავისი ხალხის სასაყვანად, მას არ გაუჭირდება ჩემი ცნობა, რადგან მე მას მიუძღვენი ჩემი ცხოვრება, რომ ყოფილიყავი ერთ-ერთი იმადგანი, ვისაც სურს ბოლომდე უერთგულოს. ჩვენ ერთ-ერთი ბოლო ქადაგებაში მწყემსისგანაც შვენიერი ქადაგება მოვისმინეთ ერთგულებაზე და რადგან იოანეს წერილის პათოსიც ამას ემსახურება, რომ მისი შვილები ვართ და ეს პასუხისმგებლობები რაც ჩვენზე არის, მოდით მივყვეთ და ბოლომდე უერთგულოთ. ჩვენგან არის მცდელობა, მისგან არის შეწევნა. ჩვენგან არის მონდომება, მისგან არის დახმარება. ჩვენგან არის რუდუნება და სიბეჭითე, მისგან არის კურთხევა და ცხება. ჩვენი პასუხისმგებლობები გვაქვს და ის თავის გასაკეთებელს გააკეთებს. უფალი დაგვეხმაროს, რომ ბოლომდე უერთგულოთ. დიდება იესოს.